ისინი არ გამოდიან? მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა ბათუმში ვარ, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. თუმცა მზიამაღლობელის მორიგის სასამართლო პროცესი დაიწყება რამდენიმე წუთში. დღეს ამ სასამართლო პროცესს ესწრება რამდენიმე ევროპული ქვეყნის ელჩი საქართველოში, ასევე საერთაშორისო მედიის უფლებათა დაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე აქ ვიმხედავთ Afghan Sadigos ჟურნალისტ აზერბაიჯანიდან, რომელიც სხვადასხვა წყაროს, არაერთი წყაროს ინფორმაციით არის პოლიტიკური პატიმარი, გახდა პოლიტიკური პატიმარი და შემდეგ ის გაათავისუფლეს საერთაშორისო საქართველოში ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს მის საქმეზე სასამართლო. დღეს კი მზიამაღლობელის საქმეზე გრძელდება არსებითი განხილვა, ისევ იკითხებიან დაცვის მხარის მოწმეები. დღეს შესაძლოა დაიკითხოს მზიამაღლობელიც თავად ბრალდებული ჟურნალისტი, მედია ორგანიზაციების ბათუმელები და ნეტგაზეთი დამფუძნებელი და დირექტორი. თქვენ იცით, რომ მას სილის გაწვნის გამო ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას. ბრალის ადასტურების შემთხვევაში ეს მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეხლა გროვდებიან მოქალაქეები, თქვენ იცით, რომ უკვე სასამართლოში აიკრძალა როგორც ფოტოს გადაღება, ასევე ვიდეოს გადაღება, ხმის ჩაწერაც კი არის აკრძალული. მოგვსმინოთ ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელიც ეწევა დღეს სასამართლო პროცესს. We are here today because we believe that Mzia's case is extremely important for Georgia. It's important for press freedom globally, and we want to show our support and solidarity. Yesterday we were at the prison, in front of the prison, hoping to send a message of solidarity to her. We are very concerned about her health, and we look forward to listening to the proceedings today. Thank you. What shows for you Mzia's case? I'm sorry? What shows this case? What is the important problem for main you? points of this case? Well, I mean, the main point of this case is really that she is a woman who has been a leading journalist in this country, and she is facing disproportionate trumped-up charges, and she has a deteriorating health condition, and we are very concerned about that. Thank you. Thank you. Congressman, განმარტებას აქ არაერთი პრესის საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელიც აპირებს დღეს რომ დაესწროს მზიამაღლობელის საქმის განხილვას. გუშინ უკან დაიციეთ ნახევარი პრესის უფლებადამცველები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ იმ დაწესებულებასთან, საშედააღმდნობის დაწესებულებასთან, სადაც ბრალდებული მზიამაღლობელი არის განთავსებული სოლიდარობის ნიშნად, სწორედ აქ შეიკრიბნენ აქ შეიკრიბნენ სწორედ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები. დღეს ისინი მოვიდნენ მზიამაღლობელის საქმეზე, რომ დაესწრონ თავად სასამართლო განხილვას. მოდით თამარ უხაძეს მოვუსმინოთ. და საერთაშორისო წარმომადგენლები და ასევე არიან უდიდესი საერთაშორისო ჟურნალისტური მედია თავისუფლების დაცვის ორგანიზაციები, რომლებმაც ჯერ გააკეთეს განცხადებები რუსთავში ციხესთან და დღეს ესწრებიან სასამართლოს ხომას და ალბათ ხომის მერე გააკეთეს განცხადებებს. თუმცა ის რაც უკვე მათ თქვეს არის ძალიან ცხადი, ძალიან ნათელი და ძალიან ერთმნიშვნელოვანი, რომ მზია არის უკანონო პატიმარი და ის უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ და რაც ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ სასწრაფო საკითხია ამ წუთში ეს არის რომ განსაკუთრებული და გადაუდებელი ყურადღება უნდა მიაქცეს მის ჯანმრთელობას, მის კამერებში და სახელმწიფო სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოს ახალი კვლევები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ გაიყვეს რატომ გაუარესდა მისი ხელოვნება.
მათ ასევე აქვთ პოზიციები თამა როგორც ისე ჯანმრთელობის გამორევასთან დაკავშირებით, ხო რაც უკავშირდება მზიას გავარესებულ ხელდელობას. რას ამბობენ ისინი ამასთან დაკავშირებით? ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის ადამიანის, ასე ვთქვათ, არა მხოლოდ საქართველოს სამართლით, არამედ საერთაშორისო სამართლითაც ეს არის უფლება, რომელიც აქვს ნებისმიერ დაკავებულ ადამიანს, რომ მან მიიღოს იმ რანგის სამედიცინო დახმარება საპატიმროში. რასაც ახლა ვერ იღებს მზიამაღლობელი. რასაც ის მიიღებდა, ვთქვათ, რომ არ ყოფილიყო საპატიმროში. რასაც უდავოა, რომ მზიამწუხ შეერექოს. მადლობა, ეს თამარ რუხაძეა, ბათუმალების დირექტორი, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მე კი გეტყვით, რომ დღეს მზიამაღლობელი სასამართლო პროცესს ესწრებიან როგორც ელჩები რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის დანიის, ესტონეთის, ასევე ესწრებიან ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის, CPJ-ის, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის და რეპორტერების აზურებს გარეშე ძალიან ცნობილი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებია, რომლებიც გუშინ 13 ივლისს მივიდა რუსთავში ქალთა კოლონიასთან და გამოხატა სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზიამაღლობელის მიმართ. ისინი დღეს ბათუმის სასამართლოში 14 ივლისის სასამართლო პროცესს დაეწევიან. Most of the kids are marginals. What is your main message from today for this court? And what shows Mzia's case for you? What can you say? Main point. I'm Jeanne Cavalier. I represent Reporters Without Borders, and together with CPG and IPI, we are supporting Mzia's case. Mzia is not just a journalist. She's a symbol of resistance, a symbol of resistance and of dignity and of press freedom, fight for press freedom, not only in Georgia but beyond. It's very important for us to show our support to Mzia. She was detained because of absurd charges, and we will support her during the court today. Thank you. Thank you very much. ეს იყო რეპორტერების აზრობის გარეშე, როგორც უკვე გითხარით, ეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია დღეს ესწრება მზიამაღლობელის საქმის განხილვას. ასევე აქ არიან ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი და როგორც უკვე გითხარით, რეპორტერების აზრობის გარეშე. ასევე აქ არიან საელჩოების წარმომადგენლები, ასევე ელჩები, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. დანიის, ესტონეთის ელჩები ესწრებიან რაც მზიამაღლობელის საქმის განხილვას. ეს მორიგი პროცესია, როცა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება მზიამაღლობელის საქმეზე. ისევ დახურულ კარს მიღმა განიხილავს მოსამართლე ამ სასამართლოს საქმეს. თქვენ როგორც იცით, ოცნების არლეგიტიმურმა მთავრობამ შეცვალა არაერთი კანონი, რომ მაქსიმალურად რეპრესიული გზებით ჩაახშოს პროტესტი და მოსახლეობას არ ჰქონდეს ინფორმაცია, მათ შორის იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება სასამართლოს დარბაზებში. თქვენ ნახეთ არაერთ პროცესზე, მათ შორის მზიამაღლობელის საქმის განხილვის დროს, როგორ იცრუეს პოლიციელებმა, პოლიციის მაღალჩინოსნებმა და როგორ ამხილეს სიცრუეში პოლიციის მაღალჩინოსნები, იგივე მზიამაღლობელის ადვოკატებმა. ჩვენ ნახეთ, როცა პოლიციის თქვენ იგივე ირაკლი გებუაძის ერთი მოადგილე ამბობდა ერთს, მეორე მოადგილე ამბობდა მეორეს. თქვენ ერთმა მოადგილემ თქვა, რომ მზიამაღლობელი დააკავეს სტიკერის გაყრუს გამო, ეს მართლაც სიმართლეა, იმიტომ რომ მზიამაღლობელი კადრებში ჩანს, რომ დააკავეს თავდაპირველად სწორედ სტიკერის გაყრუს გამო, ამას აკავებს გრიგოლ ბესელი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო ირაკლი გებუაძის მეორე მოადგილემ თქვა, რომ მზიამაღლობელი დააკავეს არა სტიკერის გაყრუს გამო, არამედ იმის გამო, რომ ათქოს საყენებდა შეურაცხყოფას პოლიციელებს და უწევდა მათ წინააღმდეგობას. თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ წარმოუდგენია სასამართლოში და რაც მთავარია, ეს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა სასამართლოს დარბაზში, როცა ჟურნალისტები მუშაობდით ამ დარბაზში და შესაძლებელი იყო როგორც ფოტოს გადაღება, ასევე ვიდეოს გადაღება, ამჯერად კი ხმის ჩაწერაც კი არის აკრძალული, მათ შორის ფოიეში, რომლის შესასვლელი კარსაც თქვენ ახლა ხედავთ უკვე ღიას და ამ კარს მიღმა უკვე ჟურნალისტები ვეღარ შევდივართ ჩართული მობილურები. თქვენ ახლა გესმით, შეზახილებ მათ შორის ფოიედან თავისუფლება მზიას
და ასევე იცით რომ გართულ და კიდევ უფრო მეტად მზიამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა მისი მხედველობა მას შემდეგ რაც ის არის საშემოსავლებით დაწესებულებაში და ეს უკვე 6 თვეზე მეტი ხანია არის უკანონო პატიმრობაში როგორც არაერთი უფლებადამცველი ამბობს მზიამაღლობელის არის როგორც უკანონო პატიმრობაში ასევე მისი მიმართ წარდგენილი ბრალდება არის სრულიად უსაფუძვლო და სრულიად უკანონო რადგანაც სილის გაწვნა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და მით უმეტეს ის არ არის თავდასხმა ამას ამბობს არათუ ავტორიტეტული უფლებადამცველები არამედ ამასვე ადასტურებს უზენაეს სასამართლოს პრაქტიკა საქართველოში რომ არ შეიძლება სილის გაწვნა განვიხილოთ როგორც პოლიციელზე თავდასხმა და საერთოდ სისხლის სამართლის დანაშაული იურისტები ყურადღებას ამახვილებენ და საუბრობენ იმაზე რომ მაქსიმუმ აქ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე და შეიძლება სილის გაწვნა მივიჩნიოთ როგორც პოლიციელის შეურაცხყოფა რაც ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას ან ადმინისტრაციული წესით პატიმრობას მაგრამ არც ერთ შემთხვევაში იურისტები თანხმდებიან ამ პოზიციაზე და ჩვენ არაერთ ავტორიტეტულ იურისტს ვკითხეთ მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის ყოფილ მოსამართლეებს და მათი პოზიცია არის ერთგვაროვანი და ცალსახა, რომ სილის გაწვნა არ არის არათუ პოლიციაზე თავდასხმა, არამედ ის საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. პროკურატურის მოწმეების დაკითხვა უკვე დასრულდა სასამართლოში. მოდიან სასამართლოში როგორც ხედავთ ელჩები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი დაესწრებიან დღეს მზიამაღლობელის საქმის განხილვას. უკვე სრულდება ამ საქმის არცებითი განხილვა, დასრულების ეტაპზეა. რამდენიმე სხდომა დარჩა. მზიამაღლობელის საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს ამ საქმეს. ეს ის მოსამართლეა, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, როცა დაიწყო მან ამ საქმის განხილვა და აკვედიღონისების სახით პატიმრობა შეუფარდა მზიამაღლობელს და სწორედ ამ გაწყვეტილების შემდეგ ეს მოსამართლე უკვე გაამწესეს უვადო მოსამართლედ. ეს მოსამართლე ასევე დაასანქცირა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა იმის გამო, რომ მან დაარღვია ჟურნალისტის უფლებები. და სწორედ დასანქცირებული მოსამართლე განიხილავს ისევ მზიამაღლობელის საქმეს, მან უნდა მიიღოს განაჩენი მზიას საქმეზე. შემდეგი პროცესები არის ჩანიშნული 21 ივლისს, ასევე 28 ივლისს და შესაძლებელია რომ 28 ივლისს დასრულდეს ამ საქმის განხილვა. მე შეგახსენებთ რომ მზიამაღლობელს ედავებიან პოლიციაზე თავდასხმის მუხლით, მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება ბრალის დადასტურების შემთხვევაში. რამდენიმე წუთში დაიწყება მზიამაღლობელის სასამართლო პროცესი, პირველ საათზეა ჩანიშნული ამ საქმის განხილვა. სასამართლოს ფოიეში ელოდებიან მოქალაქეები. ამ პროცესის დასაწყებად შესაბამის დარბაზში შესვლას. ჟურნალისტი და მედია მენეჯერის მზიამაღლობელის საქმის განხილვას დღეს ესწრებიან კონკრეტული ელჩები, ასევე რამდენიმე საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც არის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, ასევე პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი და რეპორტიორების საზღვრებს გარეშე მათი წარმომადგენლები ესწრებიან დღეს ამ სასამართლო პროცესს, სადაც შესაძლებელია რომ ასევე მოსამართლე მოისმინოს მზიამაღლობელის ჩვენება. მე აქ გეტყვით რომ მზიამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
და ასევე ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში საქართველოს შესახებ გაკეთდა ჩანაწერი მზია მაღლობელის შესახებ, მზია მაღლობელის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის შესახებ ესეთი ჩანაწერი გაკეთდა ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში მზია მაღლობელის შესახებ. მაგრამ როგორც ხედავთ დღეს აქ შეიკრიბნენ არა მხოლოდ ჟურნალისტები, მზია მაღლობელის კოლეგები, მეგობრები, უფლებადამცველები, არამედ დღეს აქ არიან ისე როგორც წინა პროცესიც ყოფებოდნენ კონკრეტული ელჩები, შორის დანიის და ესტონეთის ელჩი, ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი და რეპორტიორების საზღვრებს გარეშე. ჩვენ მოვისმინეთ მათი მცირე განმარტებები და კომენტარები, ვიდრე ისინი შევიდოდნენ სასამართლოს ხდომათა დარბაზში. მე შეგახსენებთ, რომ 4 ივლისიდან 4 ივლისი იყო პირველი პროცესი მზია მაღლობელის შემთხვევაში, როცა უკვე თქვენ ვეღარ ნახავდით იმავე დღეს თუ რა ხდებოდა სასამართლოს ხდომათა დარბაზში, აქ აიგრძალა როგორც ვიდეოს გადაღება, ასევე ფოტოს გადაღება და ხმის ჩაწერაც კი ამ რეჟიმში გადავიდა სასამართლო საქართველოში და თქვენ აღარ გექნებათ შესაძლებლობა რომ ნახოთ თქვა დღის ბოლოს ან დღის განმავლობაში თუ რა ხდებოდა დღეს მზია მაღლობელის სასამართლო პროცესზე, თუმცა ჩვენ ისევ ლაივ რეჟიმში ტექსტებით მოგიყვებით, ტექსტებით და ჩანახატებით, მათ შორის ილუსტრაციებით მოგიყვებით იმას თუ რა მოხდება დღეს სასამართლო პროცესზე. დიდი ალბათობით დღეს შესაძლოა დაიკითხოს კიდევაც მზია მაღლობელი, რომელსაც პოლიციაზე სილის გაწვნის გამო, პოლიციაზე თავდასხმის მუხლით ედავება პროკურატურა, რაც ბალის ადასტურების შემთხვევაში ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ესმენთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G და net-გაზეთი G, რომ მიიღოთ განახლებული ინფორმაცია, მათ შორის მზია მაღლობელის საქმის შესახებ. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის, მადლობა ყურადღებისთვის.